ჩვენ სწორედ თქვენ კარგად ახსენით და ის კონტრასტი სწორედ აჩვენეთ რა პირობებში მიდის მსჯელობა ევროკავშირში დღეს ახლა უკვე დაიწყო საგარეო კომიტეტში მსჯელობა გაფართოების საკითხზე, სადაც პირველად უპრეცედენტოდ ხდება რომ საქართველოს არის სრულად რეგრესულ პოლიტიკით წარმოდგენილი და ეს კონტრასტი რაც თქვენ აჩვენეთ, აი ამას კარგად გამოხატავს. ერთია ქართულ ოცნებას უნდოდეს იყოს ევროკავშირის წევრი და ამას საუბრობდეს, მაგრამ მეორე არის ის რას აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში ადამიანის უფლებების შელახვის კუთხით, დემოკრატიის გაუქმების კუთხით და პარტიების გაუქმების. მთლიანად გაუქმებული არის ეს ყველა სტრუქტურა და რაც ასახული არის აი ამ რეპორტში, აი ამ ანგარიშში, რაც ჩვენ წინასწარ ვიხილეთ, გამოქვეყნებული, დიდი ბევრი ცვლილება არ შევა ამ ანგარიში, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ ანგარიშით ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც ვერასდროს ვერ შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში. ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც ბლოკავს ჩვენს ევროპულ მომავალს და ქართული ოცნება არის ძალა, რომელიც იმეორებს რუსულ მეთოდებს და აფორმებს რუსეთს ამ ქვეყანაში. ამ ანგარიში სწორედ ეს არის ახსნილი 10 ქვეყნიდან ერთადერთი ქვეყანა არის, სადაც ერთი კრიტერიუმიც არ არის ნახსენები, რომელიც პროგრესირებს. დანარჩენ 9 ქვეყანაში, რომელიც ასევე ამ გაფართოების ანგარიში მოხვდა, რაღაც მიმართულებებით, ზოგან ბევრი, ზოგან ნაკლები, აჩვენებს იმას, რომ მათ აქვთ პროგრესი. საქართველოს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა არც ერთ შრეში მას არ აქვს პროგრესი და ეს არის დოკუმენტი, რომელიც დადასტურებული არის მთელი 12 თვის მანძილზე, რა ვითარებაში იყო საქართველო. რა მოჰყვება ამ დოკუმენტს რეალურად, რას ნიშნავს ამ დოკუმენტის გამოქვეყნება და როგორი არის პროცესი? ახლა ქალბატონინო ჩვენს ეთერში საუბრობდა, რომ არსებობს იმედი იმის, რომ ევროკავშირი კვლავ გაითვალისწინებს ქართველი ხალხის მისწრაფებას, 300 დღეზე მეტი ქუჩაში დგომას, ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. როგორი შეიძლება იყოს შედეგი ამ მძიმე ანგარიშისა, რომელზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობდით, ახლა პარალელურ რეჟიმში კადრს ადევნებდა ჩვენი მაყურებელი თვალს, საგარეო კომიტეტში უკვე დაიწყო გაფართოების 2025 წლის ანგარიშის განხილვა, რომელიც ძალიან მძიმე იქნება. მარტა კოსი წარმოადგენს ამ ანგარიშს. პირველი ჩვენ ვიცოდეთ და ამის გჯეროდეს, იმიტომ რომ ფაქტი სახეზე არის, დასავლეთმა შეწყვიტა ილუზიური დამოკიდებულება ქართულ ოცნებასთან. ქართული ოცნება მათთვის არის ის დიქტატორული ძალა, რომელიც ერთპარტიულობას ამკვიდრებს ქვეყანაში და ეს პარტიების გაუქმების კუთხით იყო დიაგნოზი ამისთვის, მათთვის. არანაირ პროპაგანდისტულ ხაზს აღარ იზიარებს, რასაც ქართული ოცნება ცდილობს დააჯეროს დასავლეთი და ევროპა, რომ ისინი პროდასავლური ძალა არიან. ანუ ეს ილუზიაც დამთავრდა ევროკავშირში, შესაბამისად ამ დასკვნაში ცალსახად ჩანს, რომ ქართული ოცნება არ არის დემოკრატიული ძალა და ქართული ოცნება ვერ წარმოადგენს და არ წარმოადგენს ქართველ ხალხს. ეს ცხადია არის იმის მანიშნებელი და სახელმძღვანელო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის და მათ შორის ევროკავშირისთვის როგორც ორგანიზაციისთვის, რომ მათ აი ამ დოკუმენტზე დაფუძნებით აღასრულონ ახალი რეგულაცია, რომელიც ევროკავშირმა მიიღო ვიზების შეჩერების, ოღონდ ვიზომიმოსვლის შეჩერების, ოღონდ მათთვის, ვინც უშუალოდ დაკავშირებული არის დემოკრატიის მიტაცებასთან და ადამიანის უფლებების ხელყოფასთან. ეს არის ქართული ოცნების წარმომადგენლები, რეჟიმის მდგენელები, სასამართლო სისტემიდან დაწყებული, რიგითი პოლიციელი დამთავრებული. ანუ მათ ეს ინფორმაციები აქვთ, ისინი ფლობენ სიებს და 300-ზე მეტი ადამიანია დასანქცირებული, რაც ვიცით და კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ღიად არ გამოცხადებულა, ვინც აქამდე სასანქციო სისტემაში მოხვდა. ანუ მათ აქვთ უფრო მეტი რაოდენობა ადამიანების ამ სიებში შეყვანილი, ვისაც პოტენციურად გაუქმდება უვიზო მიმოსვლა და ეს უკვე ნოემბრის ბოლოს. კი ბატონო გიორგი, როდესაც ვკითხულობთ ასეთ ამონარიდს ანგარიში, ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელად დარჩენილი სტატუსი, ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ კანდიდატის სტატუსს, ისევე როგორც ვიზა ლიბერალიზაციაც ქვეყნისას, რეალური საფრთხის წინაშე აყენებს ქართული ოცნება და უნდა ველოდოთ თუ არა, რომ უბრალოდ სხვა გამოსავალი აღარ დარჩება ოცნების პირობებში ევროკავშირს გარდა ურთიერთობების უხეშად შეწყვეტისა. ეს არის
მნიშვნელოვანი კითხვაა და მე მინდა ბევრმა კარგად გაიაზროს ის, რომ დღეს ევროკავშირი მთლიანად არ აუქმებს უვიზო მიმოსვლას საქართველოსთან, ის რომ არ მიაქვს უკან კანდიდატის სტატუსი, რომელიც მოენჭა ქვეყანას, არის სწორედ იმ წინააღმდეგობის დამსახურება, იმ ხალხის და პოლიტიკური ძალების და სამოქალაქო სექტორის აქტივისტების, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან და ამბობენ, რომ ჩვენ ვართ დემოკრატია, ჩვენ ვართ ძალა, ჩვენ ვართ ამ ქვეყნის ევროპული მომავალი, სწორედ აი ამ ადამიანების დახმარებით არის ის, რომ ევროკავშირი არ ამოქმედებს სრულ ბერკეტს, რომ ქვეყანას წაართვას ის პრივილეგიები, რაც მიიღო ქართველმა ხალხმა. ჩვენი ერთობა ამ ნაწილში, ამ წინააღმდეგობაში არის იმის გარანტორი, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ეს დრო, სანამ საქართველოს სრულად დაკარგავს ყველაფერს, მაქსიმალურად მივუყანოთ იქამდე, რომ შევცვალოთ ეს ხელისუფლება. თუმცა ეს წინააღმდეგობა, რომელიც საკუთარ ზურგზე, მოდით პირდაპირ ვთქვათ, ქართველმა ხალხმა აიღო და ამ დღემდე მოიტანა, არის თუ არა გასაძლიერებელი და პროცესი პოლიტიკაში, პოლიტიკურში გადასატანი უგულისხმობ პასუხისმგებლობას პოლიტიკური პარტიებისა, რომლის აკრძალვასაც ახლა ქართული ოცნება ითხოვს. უფრო მეტი ჩართულობა, იმიტომ რომ პროტესტში ჩვენ ვხედავთ მონაწილეებს, რიგით მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ თავისუფლებას დებენ სასწორზე ყოველდღე ქუჩაში გამოსვლით. რატომ არ არის ეს რატომ არ გადის ეს პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიებზე? არ ვიცი, ეს კითხვა რამდენად მიემართება პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებს, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ იმ წინააღმდეგობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერები უმეტესობა თუმცა პროცესი გრძელდება, ოჯახის წევრებიც ასევე ციხეში ყავთ ქუჩაში მდგომ ადამიანებს. ანუ ეს არის დიდი პოლიტიკური პროცესის ნაწილი, რომელიც არის ქუჩაში გადატანა. ჩვენ ხო არ გვაქვს სტანდარტული პოლიტიკური პროცესი, რომელიც პარლამენტში დებატებით წარიმართება. ანუ ეს ქუჩაში გადატანილს გულისხმობ, გიორგი. ქუჩაში გადატანილ პროტესტში მონაწილეობენ როგორც პოლიტიკური პარტიები, დაკავებული არიან როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, ასევე აქტივისტები. ასე გამიჯვნა და დაყოფა იმის პოლიტიკური პარტიების პასუხისგებლობა, აქტივისტების პასუხისგებლობა, სამოქალაქო სექტორის ჩვენ გვაქვს ერთი დიდი პასუხისგებლობა და ამ ერთ დიდ პასუხისგებლობაზე ყველა უკლებლივ თანხმდებით, რომ მაგაში გეთანხმებით, მე სხვა რამ ვკითხეთ, პროცესის მეტად მასშტაბურობაზე ვიკითხე, ერთობაზე ვიკითხე, რომელსაც პარტიებისა, რომელსაც ერთი მიზანი აქვს, საერთო გეგმაზე ვიკითხე. ჩვენ ყველა პარტიას გვაქვს ერთი მიზანი, ამ ქვეყანაში ჩაენიშნოს თავისუფალი სამართლიანი არჩევნები, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც ყავს ერთსულ მოსახლეზე იმაზე მეტი, ვიდრე ყავს რუსეთს. ამ მიზნის გარშემო ჩვენი ერთობა არსებობს. არსებობს სტრატეგიები განსხვავებული, როგორ მივდივართ აქამდე. ამასთან მიმართებაში ცხადია მსჯელობა არის, მაგრამ დიდ სურათში ჩვენ ვხედავთ, რომ ერთიანობა არსებობს, როგორც სამოქალაქო სექტორის, როგორც აქტივისტ და ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის, რომ ჩვენ ერთიანად მუშაობთ პროტესტის გაფართოებაზე და წინააღმდეგობის გაფართოებაზე. მიუხედავად პარტიების გაუქმებისა, რომელსაც დღეს ვადევნებთ თვალყურს, არც ერთი პარტია იმ სამი პარტიიდან არ აპირებს სახლში წასვლას და გაჩერებას. ან პარტიული გაუქმება არ ნიშნავს ჩვენს შესუსტებას. ჩვენი ერთადერთი ამოცანა და ჩვენი мотиваცია არის ერთობლივი წინააღმდეგობა გაფართოვდეს და ამაში პარტიები გაუქმებულია ისედაც, როდესაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ტარდება ამ ქვეყანაში, იქ პარტიის მნიშვნელობა არ აქვს. იქ პარტია დასრულებული არის იმ მომენტში, როცა მას არ შეუძლია თავისუფალ კონკურენციაში იყოს. როდესაც ამბობთ, რომ წინააღმდეგობა გაფართოვდეს, როგორ წარმოგიდგენიათ ამ წინააღმდეგობის გაფართოვება? წინააღმდეგობის გაფართოებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში იმართება კონსულტაციები როგორც სამოქალაქო სექტორთან, არასამთავრობო სექტორთან, ისე აქტივისტებთან, ისე პარტიებთან. ის რაც Facebook-ზე ირჩევა არის არასწორი კუთხე იმისა, რას გულისხმობთ? იმიტომ რომ იქ Facebook-ზე საზოგადოება და მათ შორის პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცდილობენ სხვანაირი კუთხე დაანახონ, თითქოს ეს არის კონფლიქტი. დიდ სურათში არ არის ასეთი კონფლიქტი, როგორც წარმოჩინდება სინამდვილეში. ანუ ჩვენ გვაქვს ჩვენს კოალიციას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი სწორედ აი ამ პროცესში იყოს დიალოგი და ურთიერთ
თანმიმდევრული პოლიტიკა გქონდეს როგორც სამოქალაქო სექტორთან, ისე აქტივისტთან, ისე ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც არის ამ ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტი, აღიარებული ასევე. ალბათ სოციალურ ქსელში ირჩევა ის, რაც ზედაპირზე ჩანს და ხედავს საზოგადოება. რაც არ ჩანს, მაშინ მოუყევით საზოგადოებას, იმიტომ რომ ამ ერთობას ფაქტია, რომ ეს ადამიანები ვერ ხედავენ და ჩვენს ხედავთ ბოლო პერიოდში როგორც კი ზედაპირზე. კამაც. კი, ნახე, როგორც კი ზედაპირზე ჩვენ შევხედავთ სიტუაციას, ურთიერთბრალდებებს და ასე შემდეგ, ეს არის სწორედ აი ამ ზედაპირით ცდილობს ყოველთვის ქართული ოცნება გათიშოს პოლიტიკური პროცესიდან, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის აქტივისტები და ერთმანეთს დააპირისპიროს. სინამდვილეში იმ ყოველდღიურ შეხვედრებზე, რაც ჩვენ გვაქვს ამ აქტორებთან, რომელიც არიან ძირითადი წინააღმდეგობის ცენტრები, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და აქტივისტები, მათ შორის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ერთიანად ქმნიან ერთ დიდ წინააღმდეგობას. ამ ერთ დიდ წინააღმდეგობაში ცხადია არ იქნება, ანუ ერთი აზრი არ გვექნება ყველას. ეს გამორიცხულია განსაკუთრებით. მიზანი ხომ ერთია. მიზანი ერთია, შეიძლება სხვადასხვა აზრი გქონდეს მეთოდზე, როგორ შეიძლება სისტემა შევასუსტოთ. და ამაზე მიდის მსჯელობა, მაგრამ ერთი სიფრთხით ნუ ვზომავთ და ნუ არ უნდა გაზომოს არც საზოგადოება, იმიტომ რომ ეს მუშაობა არის აუცილებლად კრისტალიზდება უკვე საერთო ფორმაში, რომელზეც ასევე აქტიურად მიდის მუშაობა და საზოგადოებას ის შთაბეჭდილება, რაც რჩება, რომ თითქოს კამათია და დიდ სურათში ისე ჩანს, რომ ჩვენ ერთმანეთს ვებრძვით, ასე არ არის. ჩვენ რომ ერთმანეთს ვებრძოდეთ რეალურად, ჩვენ რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ვიყოთ, ის წინააღმდეგობა, რასაც ქუჩაში ჩვენ უყურებთ, ეს ასე არ იქნებოდა. ნებისმიერი წინააღმდეგობა ეს იქნება ქუჩაში, ეს იქნება საგარეო ველზე, არის კოორდინირებული და არის ურთიერთ დამოკიდებული. მე მარტო აქტორი ვერასდროს ვერ ვიმუშავებ საგარეოდ, თუ არ მქონდა მხარდაჭერა დანარჩენი პროდასავლური პარტიების, რომლებიც არიან ამ ბრძოლაში. ამიტომ ეს სინქრონიზებული არის. ამ სინქრონიზებას ჭირდება საუბარი და ამაზე გვჭირდება ჩვენ აქცენტირება და არა იმაზე. საუბრიდან მოქმედებაზე გადასვლა ბატონო გიორგი. საუბარი მე ვამბობ მედიებით და ასევე სოციალურ ქსელებში. ანუ ჩვენ ვარჩევთ ყოველთვის იმ თემას, რა გვყოფს და არა იმას, რა გვაერთიანებს. მე გიყვებით იმას, რა გვაერთიანებს. კი ბატონო, ის რაც გაერთიანებთ, სანამ მაგაზე გადავალთ, მინდა მაყურებელს დავუკითხო, ალბანეთი, მონტენეგრო, მოლდოვა და უკრაინა ყველაზე წარმატებულ ქვეყნება დაასახელა მარტაკოსმა ევროინტეგრაციის გზაზე და თქვა, რომ 2028 წლისთვის ამ ტემპით ისინი მზად იქნებიან ევროკავშირის წევრობისთვის, რაც შეეხება საქართველოს. საქართველოში სიტუაცია უარესდება, დემოკრატიის უკუსვლა ისეთია, როგორიც არ ყოფილა არც ერთ კანდიდატ ქვეყანაში და კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე და ფიქტიურად არის საქართველოსთან მიმართებაშიო, რაც ვიცოდით, იმაზე მძიმეა განცხადებები, რომელიც ახლა ამ წუთებში ბრიუსელში კეთდება. მთავარი მიზანიც ადამიანებისა, რომლებიც ქუჩაში დგანან და დასავლური პარტიებიცაც სწორედ ბრძოლაა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ის რაც გაერთიანებს, როგორ გადაითარგმნება ერთობლივ ბრძოლაში სისტემის და რეჟიმის წინააღმდეგ. ის რაც გვაერთიანებს არის წინააღმდეგობა, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხოს ავტოკრატიის გაფორმება ამ ქვეყანაში და უფრო ვიტყოდი უკვე დიქტატურა, ვინაიდან კრძალავენ პარტიებს და ერთპარტიულ სისტემას აყალიბებენ, რაც არის დიქტატურის და რუსეთის რაღაცა ერთმნიშვნელოვანი კოპირება. სწორედ აი ეს წინააღმდეგობა არის ის, რომ ქართული ოცნება რჩება იზოლაციაში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ ქართული ოცნება დარჩეს იზოლაციაში, ჩვენმა დასავლელმა პარტიორებმა არ აღიარონ ის, როგორც ავტოკრატი სახელმწიფო, რომელთანაც ურთიერთობას უნდა შეეგუონ. ქართული ოცნება, რომელიც არის იზოლაციაში, არ ჭირდება არც რუსეთს, არ ჭირდება არც ჩინეთს, არც ირანს, საიდანაც მიისწრაფიან და არც იმ არაბულ სახელმწიფოებს, საიდანაც ფიქრობენ, რომ უნდა მიიღონ ინვესტიციები. ჩინეთის ინვესტიციები გაჩერებული არის, არც ერთ ნაბიჯს აღარ დგამენ საქართველოსთან ურთიერთობაში, იმიტომ რომ მათ იციან, რომ იზოლირებული საქართველო, პრობლემური საქართველო, რომელსაც აქვს პრობლემები ამერიკასთან, არ ჭირდება. ანუ ჩვენი მთავარი ამოცანა იზოლაციაში დარჩენილი საქართველოს მოაქვს და მათ შორის მსგავს რეზოლუციებს და ანგარიშებს, რომელიც არის საფუძველი ფინანსური სანქციებისთვის, არა მარტო ევროკავშირის, არამედ დანარჩენი ქვეყნებისთვის, ეს წინააღმდეგობა ქართული ოცნების იზოლაციაში დატოვება და ფინანსური სანქციები, რომელიც შლის მათ სისტემას. ეს არის მთავარია, რომ საზოგადოებამაც, მედიამაც, ქუჩაში მდგომებმაც და სახლში მყოფებმაც თქვენი საუბრის ქმედებაში გადმოტანილი, გადმოთარგმნილი პროცესიც ნახოს იმისთვის, რომ ადამიანებს ქუჩაში, ციხეში აღარ უშვებდნენ ყოველდღიურად პირადი სტარებისთვის. არის 1-2 წუთი, გეტყვით 1 წუთი, როდესაც ჩვენ ვიყავით ევრონესტზე,
წარმოდგენილები, პოლიტიკური პარტიები, სადაც ბოიკოტში იყო ქართული ოცნება. დიახ, ჩვენს გამო გახდა მე ბოიკოტში, შევიდა ბოიკოტში, თორემ აქამდე უნდათ ძალიან წასვლა და ამის ლეგიტიმაციის მიცემა საკუთარი თავისთვის. იქ იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორის ერთობლივად. ჩვენ ეს ერთობლივად ხო გავაკეთეთ? ჩვენ ხო წარმოადგენთ ჩვენი პოზიცია? ეს გამოდის საგარეო ველზე, ეს ყველაფერი მუშაობს. ამ ყველაფრის თარგმნა ძალიან მარტივი არის პოლიტიკურ კი ბატონო, მადლობა. ნება საჭირო ამისთვის. მადლობა, გიორგი ბუტიკაშვილი.